გამარჯობა მეგობრებო, სამწუხაროდ ამ არასაშობაო და არასადღესასწაულო განწყობით გისურვებთ, რომ 25 წელი იყოს უკეთესი, პროდასავლური, პროევროპული ჩვენი დამოუკიდებელი საქართველოსთვის. მაშასე მეგობრებო, წლის პირველი ვიდეო ეძღვნება Hoka-s 2 ბოტასის შედარებას. ეს არის Torrent 4 და Speedgoat 6. ამ ვიდეოს გადაღებაში Hoka Georgia გვეხმარება და განხილვისთვის გადმოგცეს 2024 წლის ეს ორი მოდელი Speedgoat 6 და Torrent 4. თუმცა აქვე უნდა გითხრათ, რომ ეს იქნება გულახდილი განხილვა და არ მაქვს ვალდებულება, რომ მხოლოდ დადებითი მომენტები ვახსენო. შევდივართ Hoka საიტზე, ვუყურებთ Speedgoat 6-ს და Torrent 4-ს. და როგორ მივხვდეთ, რომელი ფეხსაცმელია ჩვენთვის უფრო რელევანტური. მოდით დავიწყოთ ფასით, ვინაიდან ის დღევანდელ რეალობაში ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს თამაშობს არჩევანში. Speedgoat 6-ების საფასო გაფანტვა, ასე ვთქვათ, იწყება $155-დან, ხოლო Torrent-ები $130 ღირს. ამ $25 სხვაობაში რეალურად რას ვიღებთ და რა უპირატესობა აქვს Speedgoat 6-ებს. ორივე მოდელს აქვს 5 მმ დროფი. ანუ ეს არის სხვაობა ქუსლსა და წვერს შორის არსებული სიმაღლის. გარდა ამისა, ერთი შეხედვით ორივეს ძირი საკმაოდ რელიეფურია. მაშ რატომ გვაქვს საფასო სხვაობა და რა სხვაობაა მახასიათებლებში? დავიწყოთ Torrent 4-ით. წინამორბედთან შედარებით ის ბევრად უფრო რბილია და როგორც კი ჩაიცვამთ, თუ გქონიათ Torrent 3, ამ სხვაობას მართლაც გრძნობთ. ზედაპირი აქვს ერთფენიანი ვადე, რომელიც კარგად სუნთქავს, ასევე ფუმფულა და მარტივად გასასწორებელი ენა აქვს და ზოგადად საკმაოდ კომფორტული და რბილი მოდელია. ფეხს ზედმეტად არ ეკვრის, არ აფიქსირებს ტერპს და კალაპოტი საკმაოდ ფართი აქვს. რაც მომწონს კიდევ ამ მოდელში არის ის, რომ ეს ლუფი დაამატეს, რომელიც ამ ფეხსაცმლის ჩაცმას კიდევ უფრო ამარტივებს, ვინაიდან ეს საკმაოდ რბილი უკანა ნაწილი, ქუსლი, ცოტა წინა მოდელში ართულებდა ამ ჩაცმის პროცესს და ხშირად გასწორება გიწევდა. ამ კომფორტის კვალდაკვალ ეგრეთ წოდებული შიპები ძირზე, ეს რელიეფი საკმაოდ დიდი აქვს და ოფიციალური სპეციფიკაციებით ეს 5 მმ-ს შეადგენს. განსხვავდება წინა მოდელის ძირისგან და ბევრად მეტად დაამსგავსეს Speedgoat-ის მოყვანილობას თვითონ ამ შიპების ფორმა. თუმცა რეალურად ვნახოთ, რამდენად კარგად მუშაობს და ისევე კარგად მუშაობს როგორც Speedgoat-ი თუ არა. Hoka Torrent-ის ძირის საწარმოებლად საკუთარ ნაერთს იყენებს, ანუ ეს არ არის ვიბრამის ძირი და ჩემი გამოცდილებით ის საკმაოდ სრიალაა სველ ზედაპირზე. ანუ მაგალითად სველ ქვებზე, სველ ტრეილზე საკმაოდ სრიალა არის, სველ ასფალტზეც კი სრიალებს ძალიან. ამიტომ ავდარში ამით სირბილი ან ნაწვიმარზე სიარული საკმაოდ არაკომფორტულია Speedgoat-ისგან განსხვავებით. გამძლეობაზეც რომ ვთქვათ ორი სიტყვა, Torrent 4-ით ბევრი არ მირბენია 100 კილომეტრამდე მაქვს ნარბენი ამ ეტაპზე, თუმცა წინამორბედი საკმაოდ მალე გაფუჭდა და აი ხედავთ თუ როგორ არის გაძენძილი მისი ძირი, სულ ალბათ 300-დან 400 კილომეტრამდე აქვს ამ ბოტას ნარბენი და გაიძენძა ეს მისი ეგრეთ წოდებული შიპები. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ყველანაირ ზედაპირზე, მათ შორის ქვიანზე, ტექნიკურზე და ასე შემდეგ დავრბოდი და არ ვინდობდი ამ მოდელს. თუმცა, გამძლეობის მხრივ მოიკოჭლებს, ესეც უნდა იცოდეთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვის გამოადგება Torrent-ი სარბენად. პირველ რიგში დამწყებ ტრეილრანერებს, ვისაც უნდა, რომ კომფორტული ფეხსაცმელი ჰქონდეს ყოველდღიური, შედარებით მოკლე გარბენებისთვის. თბილისის რელიეფიდან გამომდინარე, ის იდეალური იქნება, მაგალითად, ლისის ქედზე სარბენად. ასევე სოფელი მუხათგვერდის მიდამოებში სირბილისთვის, სადაც ნაკლებია ქვიანი ზედაპირი და მეტია გრუნტი. ასევე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ძალიან კომფორტულია გაზაფხული შემოდგომის ჰაიკებისთვის, არატექნიკურ რელიეფზე, არატექნიკურ მარშრუტებზე, ამიტომ ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი ბოტასი, მით უმეტეს მისი შედარებით ბიუჯეტურობიდან გამომდინარე. რაც შეეხება Speedgoat-ს, ვისაც გაქვთ ჩემი ვიდეო ნანახი, როგორ შევარჩიოთ სარბენი ფეხსაცმელი, ჯერ კიდევ მაშინ ვახსენებდი ჩემს აღფრთოვანებას Speedgoat 5-ებით და ისევ მინდა გითხრათ, რომ Speedgoat-ი იმედებს არ აცრუებს.
ძირი ისევ და ისევ ვიბრამის აქვს, ისევ ეგრეთ წოდებული sticky rubber-ი, რომელიც იჭერს ნებისმიერ ზედაპირზე, მათ შორის ყინულზეც. გარდა ამისა, მისი ძირი და მისი ძირის რელიეფი, ასე ვთქვათ, უფრო მეტად დაამსგავსეს თხის ჩლიქებს და კიდევ უფრო უკეთეს მოჭიდებას უზრუნველყოფს ეს ფაქტორი. წინამორბედი მოდელით დაახლოებით 600-ზე მეტი კილომეტრი მაქვს ნარბენი და როგორც ძირზე ხედავთ, კიდევ 100-200 კილომეტრს თავისუფლად აიტანს, რაც მის გამძლეობაზე მეტყველებს. რაც შეეხება ფეხსაცმლის მოყვანილობას, წინა მოდელთან შედარებით, ოდნავ უფრო ფართე კალაპოტი აქვს და ფეხი ცოტა უფრო თავისუფლად არის. თუმცა მაინც საკმაოდ ვიწრო მოდელია და მათ ვისაც ფართე ფეხი გაქვთ, გირჩევთ რომ ამის wide მოდელიც სცადოთ და შეიძლება უფრო გეკომფორტულოთ. რაც შეეხება ზომას, ცოტა უცნაურია, თუმცა ჰოკას ყველა 2024-ის მოდელი შედარებით, ანუ პატარაა და უფრო პატარა ფეხს ერგება. ანუ თუ აქამდე ზომა ან ზომანახევრით დიდს ყიდულობდით თქვენ სარბენ ფეხსაცმელს, ახლა უნდა გაითვალისწინოთ ეს ფაქტორი და ვთქვათ, ორი ზომით უფრო დიდი შეიძინოთ. ასევე ტორენტის მსგავსად Speedgoat 6-საც დაუმატეს ეს ეგრეთ წოდებული ლუფი, რომელიც ბოტასის ჩაცმას ბევრად უფრო კომფორტულს ხდის. ასევე, ანუ როგორც წინა მოდელში ამასაც აქვს ეს ქუსლზე ეს გამოწეულობა ჩაცმის მოსახერხებლობისთვის, თუმცა ბევრი აძაგებს ამ მახასიათებელს იმის გამო, რომ უფრო მეტი ქვა და ქვიშა გეყრებაო ფეხსაცმელში, თუმცა ეს მეტად არ მაწუხებს, იმიტომ რომ ნებისმიერ ფეხსაცმელში ვახერხებ ქვიშების და ქვების შეგროვებას, ასე რომ დიდ სხვაობას არ მაძლევს ეს. რაც შეეხება Speedgoat-ის ენას, არ ვიცი, ისტორიულად მოყოლებული ეს საშინელი ენა აქვს, თხელი და მოუხერხებელი, რომლის გასწორებაც ძალიან რთულია, იმიტომ რომ მოკლეა და დიდად კომფორტი არ შემატებია Speedgoat 6 წინამორბედებთან შედარებით. მინუსებიდან ენის გარდა დავასახელებდი კიდევ იმას, რომ პირადად ჩემთვის ულტრების სარბენად საკმაოდ მოუხერხებელია, იმიტომ რომ ტერფს საკმაოდ ღლის. ანუ მაგალითად 100 კილომეტრიანის სარბენად ამას არ ჩავიცმევდი. მაგრამ მაგალითად ტრეილ მარათონების სარბენად 45-50 კილომეტრის ფარგლებში და ტექნიკური მარშრუტების დასაფარად Speedgoat-ი შეუდარებელია. მცირე ჩართვა უნდა გავაკეთო Speedgoat 6-ის ყელთან დაკავშირებით. ის ოდნავ უფრო მაღალია წინამორბედთან შედარებით და თუ ვინმეს გიტრიალდებათ ხშირად კოჭი, ის ძალიან კარგად აფიქსირებს მას. ახლა ვის გამოადგება Speedgoat 6-ები? მათთვის, ვისაც უკვე გარკვეული გამოცდილება აქვს სირბილში, უნდა უფრო ტექნიკური, უფრო რთული მარშრუტების და უფრო გრძელი მანძილების დაფარვა. მაგალითად თბილისის მაგალითზე შეიძლება იყოს უძოს მონასტრამდე არბენა ჩამორბენა, ასევე შეიძლება იყოს ტრეილ-ლაბის მაგალითად მარათონის მარშრუტი, რომელიც გარკვეულ მონაკვეთებშიც საკმაოდ ტექნიკურია და გარდა ამისა ტექნიკური ჰაიკებისთვისაც ძალიან კარგი ფეხსაცმელია. და გარდა საბაზისო მოდელისა აქვს ასევე Gore-Tex-ის და უფრო მაღალყელიანი ვარიაციები, რომლებიც, ну, რა თქმა უნდა, უფრო ძვირი ღირს, თუმცა ასევე ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია. და ასევე მეგობრებო, კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ონლაინ შოპინგი არ ხიბლავს და ურჩევნია რომ ფეხსაცმელი შეძენამდე მოირგოს. ჰოკა ჯორჯიამ დაიწყო თავისი პროდუქციის მაღაზიებში შეტანა და ამ კუთხით ჩემი ფავორიტი არის ვაჟა-ფშაველას 25-ში მდებარე M+, სადაც ყველაზე ფართე არჩევანი არის წარმოდგენილი მათი ფეხსაცმლის. ასე რომ შეგიძლიათ მიბრძანდეთ, მოისინჯოთ და ფასებიც ნამდვილად ადეკვატურია სრულად და გამოწერის ფასებს უტოლდება. მეგობრებო, იმედია ჩვენი ვიდეო საინტერესო და სასარგებლო გამოდგა თქვენთვის. მოიწონეთ და გააზიარეთ ის, ცოტა ხანში შემოგთავაზებთ სხვა მოდელების შედარებასაც და იმისთვის რომ ვიდეო არ გამოტოვოთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი. ირბინეთ, იარეთ, იმოძრავეთ, იმიტომ რომ სიცოცხლე მოძრაობაშია.